ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. 4 წლის შემდეგ დონალდ ტრამპი ვაშინგტონში პრეზიდენტის რანგში ჩავიდა. მან ხელისუფლებაში დაბრუნება ოჯახის წევრებთან, თანაგუნდელებთან და ამომრჩევლებთან ერთად აღნიშნა. სწორედ იქ მიმართა ამომრჩევლებს სიტყვით საპრეზიდენტო ფიცის მეორედ დადებამდე. დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება. ვაშინგტონში გამართულ შეკრებაზე მისი სიტყვა წინასაარჩევნო კამპანიას გავდა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და პირობა დადო, რომ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით მისი მმართველობა არ იქნება წარუმატებელი და კორუმპირებული. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი ამდენ მეგობართან, მხარდამჭერთან და ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებთან ჩვენი ქვეყნის დაბრუნების წინა დღეს. ჩვენ სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ. დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ხვალშუა დღისას ამერიკის წარუმატებელი 4 წლიანი პერიოდის ფარდა დაიხურება. ჩვენ ამერიკული სიძლიერის, კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის ახალ ეტაპს ვიწყებთ. ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნებთ ამ ყველაფერს. ჩვენ ვაპირებთ ვაშინგტონში დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური მმართველობა. ინაუგურაციამდე ამომრჩევლთან შეკრებისას დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ის მთავარი გზავნილები გაიმეორა, რომლებზეც წინასაარჩევნო კამპანიისას საუბრობდა. ასეთი საკითხია მაგალითად მიგრაცია. რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველი ტრამპის განცხადებას მასობრივ დეპორტაციის გეგმებთან დაკავშირებით ოვაციებით შეხვდა. ესენი არიან კრიმინალები მთელი მსოფლიოდან. იცით რატომ? იმიტომ რომ მათ თავიანთი დამნაშავეები ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოიყვანეს. შეხედეთ ვენესუელას. მათ თავიანთი ციხეები ჩვენი ქვეყნის ხარჯზე დააცარიელეს. შეხედეთ კაცებს, რომლებიც ქალთა სპორტში ასპარეზობენ. ტრანსგენდერები. სულ მალე ჩვენ ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შუადღით დაიწყება. მინდის გაუარესების გამო ინაუგურაციის ორგანიზატორებმა გარე ღონისძიებების უმეტესობა, მათ შორის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის კიბეებზე ტარდება, შიდა სივრცეში გადაიტანეს. პრეზიდენტის ინაუგურაციები შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ინაუგურაციების ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, რომლებიც დღემდე ყველას ახსოვს. მაგალითად 1953 წელს პრეზიდენტ დუაიტ დი ეიზენჰაუერის ინაუგურაციაზე პრეზიდენტი როდეოს მხედარმა და მსახიობმა მონტი მონტანამ თოკით გაკოჭა. 1977 წელს პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ინაუგურაციაზე პენსილვანიის გამზირზე გიგანტური არაქისი გამოიტანეს, რადგან პრეზიდენტი კარტერი არაქისის ფერმერების ოჯახიდან იყო. 2009 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველ ინაუგურაციაზე პრეზიდენტს ფიცის ტექსტი აერია. ამავე ღონისძიებაზე ფიცის ნაწილი მოსამართლე ჯონ რობერტსაც შეეშალა. $2021 წელს კი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ყველას სენატორ ბერნი სანდერსი დაამახსოვრდა თავისი თბილი და ფერადი ხელთათმანებით, რომლებიც გადამუშავებული ჯემპრებისგან იყო დამზადებული.